საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგს. სტატისტიკა თვალნათლივ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანდატური სამსახურმა გაამართლა, აცხადებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. რაც ფიქრობენ მოსწავლეები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით დღეს პრესკაფეში ამ თემაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს. ფორმალური დებატის პრინციპის შესაბამისად მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ. ბავშვებს უკვე აქვთ მანდატურის მიმართ შიში ამბობდა დღეს ის ჯგუფი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სკოლაში მანდატურის ყოფნა კარგია. მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტი კი სკოლაში არსებულ შიშზე ასეთი იყო. რატომ უნდა გვჭირდებოდეს შიშის გარემო სკოლაში? მოსწავლეთა ორივე ჯგუფის წარმომადგენელი დღეს დიალოგის სტუმრები არიან. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე აბუსელიძე და ბათუმის მე-14 სკოლის მოსწავლე თორნიკე დუღაშვილი. ჩვენი სტუმარია ასევე საგანმანათლებლო ფორმალური დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემა დიალოგში. შეგახსენებთ, რომ ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების პროექტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარტვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით. არის თუ არა მანდატურის ინსტიტუტის არსებობა სკოლაში საჭირო და უზრუნველყოფენ ისინი თუ არა სკოლის უსაფრთხოებას? გამოხატეთ თქვენი პოზიცია დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25 ან გამოგვიგზავნეთ SMS შეტყობინება ნომერზე 25 55. და დავიწყოთ საუბარი. ქალბატონო ნინო, პირველად თქვენ მინდა რას ნიშნავს ეს ფორმალური საგანმანათლებლო დებატები და რატომ არის მისი ჩატარება მნიშვნელოვანი? მოგესალმებით ყველას ტელემაყურებლებს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს. ფორმალური დებატები ეს არის ახალგაზრდების სწავლების ერთ-ერთი ფორმა. როდესაც ფორმალური დებატების საშუალებით ჩვენ ბავშვებს ვასწავლით თემის კვლევას, შემდგომ ამ გამოკლეული თემის სტრუქტურაში მოქცევას და ვაწვდით მას სათამაშო ფორმატს, სადაც განსაზღვრული არის მტკიცებითი უარყოფილი პოზიცია და ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები ამ პოზიციების დასამტკიცებლად შეიმუშავებენ არგუმენტებს, ასაბუთებენ ამ არგუმენტებს ლოგიკური მსჯელობით, რა თქმა უნდა ასაბუთებენ არგუმენტებს ფაქტებით, რომლებსაც უკავშირებენ არგუმენტებს და შემდგომ ხდება თამაშის პროცესში ამ არგუმენტების ჭიდილი მტკიცებიცა და უარყოფილ გუნდს შორის. სტრუქტურიზირებული არის თამაშის პროცესი, ანუ ფორმა აქვს მას მინიჭებული. მათ აქვთ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო, განსაზღვრული თანმიმდევრობა გამოსვლების. ყოველივე ეს აძლევს საშუალებას მოსწავლეს, რომ თავის გუნდში მოამზადოს მოხსენება, თავის გუნდში გათვალოს ეს მოხსენება დროში და შემდგომ ოპონენტის წინაშე და მსაჯების წინაშე, ნეიტრალური მსაჯების წინაშე წარადგინოს თავისი პოზიცია, დაუპირისპირდეს არგუმენტირებულად მოწინააღმდეგის პოზიციას, ცივილიზებული გზებით იკამათოს და ამით შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია თანამედროვე მოაზროვნე აქტიური პიროვნებისთვის, აქტიური მოქალაქისთვის. ანუ ფორმალური დებატები ასწავლის ახალგაზრდას, სკოლის მოსწავლეს, როგორ გამოიმუშაოს პოზიცია, როგორ დაასაბუთოს თავისი პოზიცია და შემდგომ როგორ მოახდინოს მისი ორგანიზება, დროში გათვლა და წარდგენა, პრეზენტაცია, რაც მას აძლევს ძალიან ასწავლის ძალიან უმუშავებს ბევრ უნარს, კრიტიკული აზროვნების, თავისუფლად აზროვნების, ორგანიზებულობის, გუნდური მუშაობის, კვლევის უნარებს და რაც საბოლოო ჯამში ამზადებს მას დამოუკიდებელ მოქალაქედ, თავისუფალ მოაზროვნე მოქალაქედ და რაც თავარია ის თემები, რომლებსაც ახალგაზრდები იკვლევენ და ასაბუთებენ, ეს არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემები. ის რაც აღელვებს საზოგადოებას, რაც არის თანამედროვე, რაზეც ხდება განსჯა საზოგადოებაში და ახალგაზრდა ხდება აქტიური მოქალაქე, რომელსაც აღელვებს ის საკითხები, ის პრობლემები, რომლებიც რეალურად დგას საზოგადოებაში. ყალიბდება მოსწავლე მოქალაქედ, მას უყალიბდება პოზიცია, დამოკიდებულება და ის აღარ არის გულგრილი იმ პრობლემების მიმართ, რომელიც არის საზოგადოებაში. ის ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის, ემზადება სტუდენტური ცხოვრებისთვის, ემზადება მომავალი სამსახურისთვის, მომავალი კარიერისთვის. დიდი მადლობა. სალომე, გითხარით თქვენი პოზიცია, რამდენად საინტერესო იყო დღევანდელი დისკუსია, დებატი, რომელიც შედგა პრესკაფეში. თქვენ თუ გაქვთ სკოლაში იმის შესაძლებლობა, რომ მოაწყოთ მსგავსი ტიპის დებატები?
ჩვენი სკოლა საკმაოდ აქტიურია, გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ სხვადასხვა სახის დებატები, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ რეაბილიტაციის ცენტრის მიერ ორგანიზებით. ძალიან საინტერესოა ამ მხრივ და წინ წასწეული ჩვენი სკოლა და ამიტომაც შედარებით საინტერესო და უფრო მარტივი იყო ჩვენთვის დღევანდელი დებატების წარმართა პრესკაფეში. ანუ ასეთ საგანმანათლებლო დებატებს თქვენ აწყობთ სკოლაში? იმავე ფორმის რაც დღეს იყო, ეგეთი არა, მაგრამ მსგავსი ფორმატით დებატების სახით გქონდა საკმაოდ დიდი რაოდენობის შეხვედრები და დებატები. გასაგებია, დიდი მადლობა. თორნიკე, თქვენ სკოლაში არის თუ არა შექმნილი სადებატო სივრცე და რა დამოკიდებულება არსებობს დებატების მიმართ? ანუ როცა მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ პოზიციებს. ასე ვთქვათ, სადებატო სივრცე სკოლაში შექმნილი არ არის, რომ როგორც ასეთი რაღაც თემაზე ვიმსჯელოთ ჩვენ ბავშვებმა, ვიდებატოთ და გამართი საფუძველზე ყველას მივიდეთ ჭეშმარიტებასთან და ეს ჭეშმარიტება რეალობაში ახდეს. ასეთი რაღაცა ვაღიარებ და ნამდვილად არ არის, მაგრამ არსებობს მცდელობა სხვადასხვა ერთეული მასწავლებლებისა და პედაგოგების მიერ, რომ მართლაც და აი ბავშვების ნაზრების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები და გაითვალისწინონ ეს შემდგომ სკოლის ცხოვრებაში. აი სალონელობს რომ მეორე სკოლაში არის ამის შესაძლებლობა. თქვენ სკოლაში რატო ვერ შეიქმნა ასეთი სივრცე? ჩემ სკოლაში ალბათ ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ალბათ არა აქვთ თვითონ მოსწავლეებს სურვილი რომ რაღაც შეიცვალოს სკოლაში, ანუ მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებაში, ანუ თვითონ მანდატურის მიმართ დამოკიდებულებაში. მთლიანად სკოლა როგორც ასეთი, ჩემი სკოლის მოსწავლეები არ მიიჩნევენ მას იმად, რომ სკოლა არის ცოდნის წყარო, არამედ მას მიიჩნევენ ადგილად, სადაც უნდა მივიდეს ბავშვი აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გამოცხადდეს ის და წინააღმდეგ შემთხვევაში დაეწერება ოქმი და ასე ვთქვათ, გაკვეთილზე იჯდეს, ჩააბაროს მასწავლებელს გაკვეთილი და მეტი არაფერი. ანუ კამათი რატომ არის ვთქვათ, ბავშვების მხრიდან არის თუ არა ამის მოთხოვნილება და მოითხოვთ თუ არა ამას? რა თქმა უნდა, მოვითხოვთ რა, არსებობენ ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან გონება გახსნილები ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ სურთ ნამდვილად შეცვალონ რაღაც რა სკოლაში, რომელიც უკვე შემდგომ გამოადგევათ ცხოვრებისეულ საფეხურებს. გასაგებია. ხაბოდანინო, დღეს პრესკაფეში ამ დებატს ეწრებოდა როგორც განათლების სამინისტრო, ასევე რესურს ცენტრი და მათ აღნიშნეს, რომ ძალიან კარგია მოიწყოს ხშირად ამ ტიპის დებატები. მაგრამ ფაქტია, რომ არ ეწყობა საგანმანათლებლო დებატები იგივე ჩვენს ქალაქში. რას უნდა აკეთებდეს ამ კუთხით განათლების სამინისტრო? და არსებობს თუ არა ასევე რესურსი თქვა იგივე პედაგოგების ან სპეციალისტების, რომლებიც მოაწყობენ მსგავსი ტიპის დებატებს? პირველ კითხვას გავცე პასუხს. ვიცით, სამინისტრო საერთოდ სამინისტროს ფუნქცია, დღევანდელი ფუნქცია, ასე ვთქვათ, მე მინდა შევეხო რამოდენიმე სიტყვით დავიწყო იმ კონცეფციაზე საუბრით, რა კონცეფციაც ჩადებული იყო სამინისტროს მიერ უსაფრთხო სკოლაში. ანუ თავდაპირველად სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხო სკოლაში, ანუ ბავშვზე ორიენტირებულ სკოლაში ჩადებული იყო ის კონცეფცია, რომ იგი უნდა შემდგარიყო ორი კომპონენტისგან. ერთი კომპონენტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ზრუნვის კომპონენტი, ბავშვზე ზრუნვის კომპონენტი და მეორე კომპონენტი უნდა ყოფილიყო კონტროლის კომპონენტი. ეს ორი კომპონენტი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სკოლა ბავშვზეც ყოფილიყო ორიენტირებული და ამავე დროს სკოლა იქნებოდა უსაფრთხო და უსაფრთხო იქნებოდა არა მარტო ბავშვისთვის, ის უსაფრთხო იქნებოდა მასწავლებლისთვის, მშობლისთვისაც შეიძლება ასე ითქვას, უსაფრთხო იქნებოდა დირექციის წარმომადგენლებისთვისაც, მაგრამ ის კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ზრუნვის კომპონენტს, ეს არის თქვა ფსიქოლოგიური სამსახური, სკოლაში ერთი ან ორი ფსიქოლოგი მუშაობდა, სოცმუსაშაკის შემოყვანა, რომელიც არ მოხდა, თანდათანობით ჩამოცილდა. ზრუნვის კომპონენტში აუცილებლად გათვალისწინებული იყო ის, რომ თუ კი არსებობდა ბავშვი, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, ან კლასი, რომელიც იყო პრობლემური, ამ პრობლემის მოგვარება უნდა მომხდარიყო განსჯის, მსჯელობის, განხილვის, პედაგოგთა შორის, ერთმანეთს შორის განხილვის გზით. და ეს კომპონენტი რაღაც ჩამოშორდა და დარჩა ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ დარჩა მხოლოდ ერთი კომპონენტი, ეს არის კონტროლის კომპონენტი, რომელიც თავისთავად ცუდი არ არის, კარგია კონტროლი. ეს ხელს უშლის სადებატო სივრცის შექმნას. მაგრამ მხოლოდ ამ კომპონენტის დატოვებამ გამოიწვია ის, რომ
ვერ მივიღეთ ჩვენ ბავშვზე ორიენტირებული სკოლა, მივიღეთ სკოლა, სადაც მანდატური აკონტროლებს გარემოს, აკონტროლებს გარემოს სივრცეს, აკონტროლებს პედაგოგის ქმედებას, აკონტროლებს სალომე, რომელიც ასე არ ფიქრობს, ნამდვილად დღეს დებატებზე მას ქონდა ამის საპირისპირო პოზიციები. მოდით მოვისმინოთ მისი პოზიცია, რა არის მთავარი არგუმენტი, რატომ მოგწონთ თქვენ, რატომ ფიქრობთ, რომ მანდატურის ყოფნა სკოლაში არის აუცილებელი? დადასტურებული ფაქტია ის, რომ მანდატურის შემოსვლამდე სკოლაში ფიქსირდებოდა უფრო მეტი ინციდენტი და შემთხვევა დანაშაულების მხრივ, რომელიც ცოტა უხეში სიტყვაა. და მანდატურის შემოსვლის შემდეგ სკოლაში საგრძნობლად დაიწია ამ რიცხვმა. სტატისტიკები ამას გვიჩვენებს სხვადასხვა გამოკითხვები თუ მსოფლიო ბანკის გამოკითხვები. ამიტომ მიმაჩნია, რომ მანდატურის ინსტიტუტი აუცილებელი იყო და ის შემოვიდა და თუ სკოლაში სიტუაცია გამოსწორდება და ყველაფერი თავის ნორმაში ჩადგება, ისინი ისევე წავლენ, როგორც მოვიდნენ. და ჩადგა ყველაფერი თავის ნორმაში და ყველაფერი კარგადაა მანდატურის შემოსვლის შემდეგ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვდგავართ, რომ ყველაფერი თავის ადგილას მინდის, იმიტომ რომ სკოლაში თითოეულმა პირმა მოსწავლიდან დაწყებული მანდატური დამთავრებული უნდა გაანალიზოს თავის უფლება, მოვალეობები და იპოვოს საკუთარი ადგილი. და ეს რომ მოხდება, მაგის შემდგომ ყველა დავინახავთ, რომ ისინი საჭირონი აღარ არიან და წავლენ. თუმცა ის მიზანი არ აქვს, მე როგორც ვიცი, მათ შემოსვლა სკოლაში. მანდატურის მიზანი, როგორც ვიცი, გავიცანი, ეს არის, რომ შეუქმნას მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო სწავლისათვის. და ეს ალბათ მუდმივი პროცესია და რაღაც ერთჯერადად უნდა გამოვაზროთ ახლა სკოლა და შემდეგ წავალთ. რატომ არ იყო უსაფრთხო სკოლა აქამდე? იმიტომ რომ გაკვეთილი ვერ ტარდებოდა მშვიდ გარემოში, იმიტომ რომ ახალგაზრდები ჩხუბობდნენ, კონფლიქტები იყო, სიგარეტის მოწევა თუ სხვადასხვა არაჯანსაღი ქცევები. რაც შეაწუხა ალბათ განათლების სამინისტრომ და მიიღეს ეს განაცხადი. გასაგებია, საინტერესოა თორნიკეს საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ მანამდე მაყურებელი გოლდება შეკითხვით. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ? ალო. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გაეთიშა სამწუხაროდ მაყურებლის არის. თორნიკე გისმენთ, თქვენი პოზიცია იყო, რომ მანდატურის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ. რა არის ამის მთავარი არგუმენტი? ამის მთავარი არგუმენტი არის სკოლაში შექმნილი შიში. ამაზე მთავარი არგუმენტის მოყვანა, ასე ვთქვათ, არ იქნება მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან. აი როგორც სალომემ შენიშნა უკვე დებატებში რა პრესკაფეში მაყურებელი არის ის, მაგრამ იყო ასეთი სიტყვა თქვა მან, რომ მტკიცებით მომხარემ ასეთი სიტყვა თქვა, რომ მანდატურმა სკოლაში რიდისა და შიშის საფუძველზე შემოიტანა კონტროლი. ქალბატონმა ნინომ როგორც აღნიშნა, სკოლაში უნდა არსებობდეს უსაფრთხო სკოლა მოიცავს ზრუნველობასა და კონტროლს, ხოლო მანდატურის სამსახურმა, მანდატურის სერვისმა შეითავსა მხოლოდ კონტროლის და არა ზრუნვის. ხო, მაგრამ სალომე თქვა ხა მტკიცებდა რამდენიმე წუთის რომ შემცირდა დანაშაული, თქვა აღარ ეწევიან თამბაქოს, აღარ ჩხუბობენ ახალგაზრდები, დამყარდა წესრიგი სკოლაში. ეს არ არის თქვა მიღწევა. თუ ეს თქვენთვის ამ ფორმით პროპორციულადვე გაიზარდა იგივე დანაშაულებები აი ჩხუბი სკოლაში, სკოლის გარეთ გადავიდა ეს ყველაფერი რა. თუ კი სკოლაში ჩხუბობდა ორი მოზარდი, იქ ხო გააშველებდა, ასე ვთქვათ, სიტყვაზე მოვა, აი დავუშვათ რომელიღაცა მასწავლებელმა ქალბატონმა დაინახა, გააშველა ის ბიჭებს უკვე მასწავლებლის პედაგოგის რიდი აქვთ რა, პატივისცემა გააჩნიათ მის მიმართ, ასე ვთქვათ, შეიძლება ზედაპირულადაც შერიგდნენ, მაგრამ საქმე ბოლოს ხო სკოლის უკან გადასვლაზე და იქ დანებით აჩეხვაზე უკვე აღარ გადადის და მანდატურმა რომ აკრძალა ეს ყველაფერი, აკრძალა, რა თქმა უნდა, კიდევაც უნდა აეკრძალა, რა მისაღები არის ახალგაზრდები რო ჩხუბობენ სკოლაში მოსწავლეები, მაგრამ მან აკრძალა არა იმის საფუძველზე, რომ ბავშვებო, ეს არის ძალიან ცუდი, ასე თქვენ ვერ ჩამოყალიბდებით, ნამდვილ ქართველებად, პიროვნებებად ეს არ არის ვაჟკაცობა თუ ჩხუბს დაიწყებ, წამოიწყებ ან კლასელს თავში ხელს წამოარტყავ. არამედ იმის საფუძველზე, რომ მე შენ ოქმს დაგიწერ, თუ კი შენ ამას გააკეთებ. ეს იყო ასე ვთქვათ, თქვენი საპირისპირო პოზიცია გითხარით? მე ვეტყვი იმას, რომ არ არის აუცილებელი, რომ მოსწავლეს ეშინოდეს მანდატურის, მას როგორც მასწავლებლის შეიძლება რიდი ქონდეს, მისი უბრალოდ პატივცემდეს და არ ჩადის თქვენ ხაზგასმით მეც გისმენთ, რომ შიში უკვე არსებობს მანდატურების. შიში, ანუ როცა მე ვარ ცელქი მოსწავლე, ვეწევი თამბაქოს გამოდმებით ვჩხუბობ, ჩემში რაღაც შიში მაინც ინერგება, ეს ბუნებრივია, რომ აი მე თუ ეს დავაშავე, დამიწერენ ოქმს, შემექმნება პრობლემები და დადგება საფრთხე იმისა, რომ წავიდე სკოლიდან. და მგონი ყველა ბავშვს არ უნდა სკოლიდან მანდატურის მიზეზით გაგდება და ამიტომ ნაკლები დანაშაული ხდება მაგასთან დაკავშირებით და მარტო შიშის ფაქტორი აქ ვერ იმოქმედებს. აქ არის გარკვეული რიდი, გარკვეული პატივისცემა და მორჩილება.
კაპიტანი ნინო, მაგ შეკითხვა, მაგრამ მაყურებლის შეკითხვა უნდა მოვისმინოთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ხო. გისმენთ? ბატონო, მე ვიდა ახალგაზრდას უსვა შეკითხვა რა. დიახ. რომ იგი მას რომ აქტიურობს ახალგაზრდა ბიჭი, რომ მანდატურიო იძახის არ ვარ გაო. იგი თვითონ თუ ამე ახალ პროგრამას უწამოადგენს, აბა ვინ უნდა წამოაყალიბოს მაი სკოლის ბაღნები და ამბავი. ან აუცილებელია თქვენი შეფასებით მანდატურის ყოფნა სკოლაში. მანდატური განა გლახამის კანისთან პატარა ახლანდ დროში ახალგაზრდებში ჭირდება მეჩემა. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გვიყვარებთ. თქვენი მოგლება ასახე მაყურებელს. ასე ვთქვათ, ვერ გავიგე ბოლომდე. მაშინ ვინ უნდა დაამყაროს წესრიგი სკოლაში, თუ არა მანდატური? სკოლაში ეს თვითონ მოსწავლის თვითშეგრევაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ რას ჩაიდენს ეს საგაკვეთილო პროცესში რა, იჩხუბებს თუ არა. შეიძლება მოსწავლეს საკმაოდ ისეთი სოციოლოგიური პრობლემები ქონდეს, რაც იწვევს მის აგრესიას სხვა მოსწავლეების მიმართ. და ამისათვის აუცილებელი არის ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მოსწავლეს გაუგევს და არა ისეთი ადამიანი, რომელიც კონტროლს გაუწევს მის ქცევას და ასეთი ადამიანი სკოლაში არის ფსიქოლოგი. გასაგებია, კაპიტანი ნინო, თქვენი შეფასებით დღეს წარმოდგენილი დებატების დროს რა იყო ჯგუფების ძლიერი და სუსტი მხარეები? გუნდების ძლიერი მხარეები იყო ის, რომ მათ პირველ რიგში მართლა აღელვებდათ ის საკითხი, რაზეც საუბრობდნენ. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი, რომ ნამდვილად მათ უფიქრიათ ამ საკითხზე და მოეკიდნენ ამ საკითხს პასუხისმგებლობით. თუმცა სუსტი მხარეებიც ალბათ იყო, თქვათ, უფრო მეტი მომზადება შეიძლებოდა, უფრო კარგად შეიძლებოდა მომზადებულიყვნენ უფრო კარგად ეკლიათ ეს თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი მე არ შემიძლია უპასუხოთ, უბრალოდ არ დავტოვო ჩვენი ტელემაყურებლის კითხვა და შემდგომ თორნიკეს კომენტარი. ჩვენ იცით რა არის, მე მგონი გვავიწყდება რაღაც მომენტში, რომ ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ საერთოდ. სკოლაში მხოლოდ სწავლობენ ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ აღზრდა. ანუ აღზრდა მოიცავს იმას, რომ ბავშვის ქცევას უნდა დააკვირდე, რა დროს იქცევა ის კარგად, რა დროს იქცევა ცუდად. კარგი ქცევა უნდა იყოს წახალისებული ხოლმე, ცუდი ქცევის შემთხვევაში ბავშვს უნდა გამოიკვლიო, რატომ იქცევა ბავშვი ესე, რატომ არ ღვევს ის დისციპლინას თუ რატომ ექცევა აგრესიულად თავის მეგობარს, რატომ არ უგდებს ყურს მასწავლებლებს და შემდგომ ეს მისი ქცევა უნდა იყოს შესწავლილი. ელემენტარულად უნდა დაელაპარაკოს ვინმე მასწავლებელი ან ფსიქოლოგი ბავშვს, გამოკითხოს მისი ცხოვრების სტილი, მისი გარემო, რომელშიც ცხოვრობს, დაინტერესდეს რა ხდება მის ირგვლივ და შემდგომ ამ პრობლემას, ამ ბავშვის ქცევის პრობლემა გადაიჭრას უფრო პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ის მექანიკური რაღაც ქმედებები, ოქმის გამოწერა, შენიშვნის მიცემა, ეს ხომ აღზრდის ელემენტი არ არის. ეს ხომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. უბრალოდ ეს მე მგონი გვავიწყდება, დაგვავიწყდა ყველას, რომ ბავშვი უნდა აღზარდო, ბავშვს უნდა მოусმინო, ბავშვს უნდა აუხსნა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მაგალითი უჩვენო და მე მესმის სალომეს თვალში სიმპათია დაიმსახუროს იმ მანდატურებმა, რომლებიც მის სკოლაში არის. დაიმსახურა მანდატურის სიმპათია. იცით რა, სალომეს მე დებატზე უსმენდი ძალიან ესე გულდასმით. სალომე იყო პირველი გამომსვლელი და კარგი პრეზენტაცია ჰქონდა. სალომეს კარგად იყო მომზადებული და სალომე მაშინაც ამ პრეზენტაციაში აღნიშნა, რომ მანდატურის პიროვნებაზე არისო დამოკიდებული. შესაძლებელია ეს ადამიანები, რომლებიც გახდნენ მანდატურები და მოვიდნენ სკოლაში, ესენი ძალიან კარგი დადებითი ადამიანები არიან, პიროვნებები არიან, მაგრამ მათი სტატუსი, მათი უფლება, მოვალეობები, ანუ რა რითი ასე ვთქვათ რითი განისაზღვრება, ვინ ასწავლა მათ, რა ასე ვთქვათ, როგორი განათლება აქვთ მათ მიღებული ბავშვთან ურთიერთობის. შეიძლება ადამიანს აქვს ნიჭი უბრალოდ ბუნებრივი, შეიძლება იგი გულკეთილი, კეთილშობილი ადამიანია, მაგრამ ვაი თუ ეს უნარები მანდატურს არ აქვს, ეს პიროვნული უნარები.
ვაი თუ ის თვითონ აგრესიული პიროვნება. რა ხდება მაშინ თუ მანდატურს არ აქვს უბრალოდ ბავშვებთან ურთიერთობის უნარი. იცით თვითონ პედაგოგებსაც კი ხშირად არ აქვთ ბუნებრივი ნიჭი და ისინი სწავლობენ ამას, სწავლობენ როგორ ჩაატარონ გაკვეთილი, რა კომენტარი გაუკეთონ ბავშვს, რა სიტყვა თქვან შექების დროს, რა უნდა თქვან შენიშვნის მიცემის დროს. ეს ყველაფერი სწავლებადია. ასწავლეს კი მანდატურებს ბავშვებთან ურთიერთობა. გასაგები დიდი მადლობა. სალომე, რა შეგიძლია გითხრათ თქვენი სკოლის მაგალითზე, როცა არსებობს მანდატური თქვენ სკოლაში? ხდება თუ არა ისეთი მიდგომები, რაც ახლა დაასახელა კალბატონმა ნინომ? ანუ შესწავლა მოსწავლის ქცევის, რატომ იქცევა თქვა ის აგრესიულად, თუ კი ის აგრესიული, რატომ იქცევა კარგად და ასე შემდეგ. ანუ მანდატური ახერხებს ამის გარკვევას თქვენი სკოლის შემთხვევაში. თავიდან რა თქმა უნდა ფიქსირდება თითოეული მოსწავლის ყოფაქცევა, თუ ის იქცევა ცუდად, ხდება მასზე დაკვირვება, ანუ კერძოდ რა გაკვეთილებზე ხდება ეს, რატომ აკეთებს, ხდება ფსიქოლოგიური მიდგომაც, ბავშვთან გასაუბრება, ერთი-ორჯერ შენიშვნის მიცემაც, პედაგოგთან, კერძოდ დამრიგებელთან გასაუბრება, მშობელთა კრების მოწვევა და მშობელთან ერთად გასაუბრება და თუ შემდეგ ბავშვი მაინც არ გამოსწორდა, მაშინ ის უკვე იძულებულია. არ არის საჭირო ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. ანუ ხა თან მინდა გიპასუხოთ რომ სანამ მანდატური სკოლაში შემოვიდოდა, იყო ფსიქოლოგი, იყო პედაგოგი, იყო სამეურნეო საბჭო, რომელიც ყველაფერ ამას კონტროლს უწევდა, თუმცა ამის და მიუხედავად შედეგი მაინც არ იყო, სკოლა იყო მაინც უსაფრთხო და რა დააშავა მშობელმა, რომელიც შულს უშვებდა სკოლაში სწავლისთვის, მაგრამ ის ვერ სწავლობდა, იმიტომ რომ ამის საშუალება უბრალოდ მას არ ჰქონდა. და დამშავლი ხდებოდა და ამის შემდეგ უფრო შემცირდა დამშავლის. რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა ასეა. კი, მაქვს ჩვენი სკოლის შემთხვევაში საერთოდ საქართველოში რომ მანდატურის შემოსვლის შემდეგ ძალადობა შემცირდა 90%-ით, საკმაოდ დიდი მაჩვენებლით, აღმოიფხვრა თამბაქოს მოწევა, შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, 95%-ით ფულის გამოძალვის ფაქტები, მსოფლიო ბანკის მიერ გამოკითხვის შედეგად 93%-მა მანდატურის ინსტიტუტი. ვინ გამოიკვლია? ეს მონაცემები ძალიან გავს განათლების სამინისტროს მიერ დადებულ მონაცემებს. კი, ზუსტად სკოლებში რა შეიცვალა? და წინაპირობას გავუკეთებ იმას, რომ საკმაოდ დიდი შრომა გავწია იმისთვის, რომ მომეპოვებინა ეს მონაცემები და სამწუხაროდ ინტერნეტ საიტებზე და ვერსად ვერ მოვიპოვე ძირითადი ამის წყაროები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველას დაუკავშირდი ვისაშემოსავლო და ძლივს მივაგენი განათლების სამინისტროს ვებგვერდზე, სადღაც თქვენი სკოლის მონაცემები ძალიან გავს ამ ზოგად მონაცემებს და ანუ თქვენი სკოლის მაგალითზე რა ხდება? იგივე მონაცემებია და ვინ დაითვალა ეს? ჩვენი სკოლის მონაცემები არ ვიცი, არ მაქვს გაცნობილი, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ვთქვათ, ვაფასებ ამას და ხედავ რომ თუ ადრე ვაჟების საპირფარეში ყოველთვის არასასიამოვნო სუნი იდგა თამბაქოსი, დღეს ეს საგრძნობლად შემცირებული და თითქმის აღარ წყდება, როცა დერეფნებში სულ ჩხუბი იყო და ცივი იარაღის ტარება იყო, ესეც საგრძნობლად შემცირებული და თითქმის აღარ არის, იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში მანდატურებმა 300-მდე ცივი იარაღი ამოიღეს, მეტი თუ არა გადააჭარბა ამ რიცხვს. გაკვეთილზე შესაძლებლობით ჩუმი სიტუაცია, ისინი სულ არ დგანან კარებთან, დადიან დერეფნებში, ამოწევენ და როცა კლასიდან გამოდის საშინელი ხმები, ინგრევა მასწავლებლის ყვირილი, ის თავს მოვალედ თვლის, რომ შევიდეს და გაარკვიოს სიტუაცია და ამას აკეთებს კიდეც, იმიტომ რომ მათმა ჩვენ ვაფასებთ ინსტიტუტს და არა რომელიმე კერძო პირს. ანუ ის რომ რომელიმე სკოლაში 2 და 3 მანდატური არის ცუდი, ეს იმას არ წყვეტს და არ გვაფიქრებინებს, რომ ზოგადად სისტემამ ვერ გაამართლა და ის ცუდია. დიდი მადლობა, მაყურებელი გოლოდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო, ჯერ დიდი მადლობა რომ თქვენ დაბრუნდით ეთერში და გვიშველეთ, იმიტომ რომ თქვენამდე არაპროფესიონალს ვიყავდა გადაცემა. როგორი გიგებთ? ერთი წუთით. მაგრამ მაგ გოგონას ახლა არაფერს არ შევეკითხები, უბრალოდ ბავშვია და იმიტომ. მაგრამ ერთი წუთით თქვენ გეკითხებით, იმიტომ რომ აი მაინტერესებს, მე ჩემი შვილი პირველ სკოლაში სწავლობს. დიახ. გაუშვი შემთხვევით დააგვიანდა, იმიტომ რომ ცოტა ავათარი რა. და მით უმეტეს ეს სიცივე ბათუმის ირისტი მის ფიზიკურ მდგომარეობით აყენებს ფიზიკურად ჯანმრთელი არ არის დააგვიანა წვიმაში სკოლაში და 15 წუთით და მანდატურმა გადმოსცა მოვალეობა სკოლის დარაჯს და სკოლის დარაჯმა გამოუშვა უკან და შემდეგ დამჭა სამამტყოფოში მისაყვანი. აი დღევანდელი მანდატურები არც გამოუკითხია. და შემდეგ მე დამიშდა თბილისში გადაყვანა ჩემი შვილის. არ შეუშვა სკოლაში.
დააგვიანებული ბავშვი არ შეუშვა სკოლაში ავამტყოფი. გამოუშვა უკან პირველი სკოლის მანდატურმა. რომელიც მანდატურმაც არა, დარაჯმა. რომელსაც არ ეხებოდა მაგი მოვალეობა სკოლაში. ანუ მანდატური არ იყო ჩართული ამ პროცესში? მანდატურს არ გაუგია მაგი. და მე დამეშდა იმ ბავშვის. აი დღევანდელი მანდატურები უბრალოდ მაგონებენ აკაკი წერეთლის დროს გამსდელი მგონი წაგიკითხია ყველა. რატომ გაგონებენ? დღევანდელ მოსწავლეებს ქართული კლასიკა არა წაკითხული, უცხოეთის კლასიკას უფრო კითხულობენ და იმიტომ ლაპარაკობს მაგი ბავშვი მასე. ბავშვია იმიტომ რომ. და რატომ გაქვთ ესეთი ცუდი ასოციაცია მანდატურებთან? იქნებ ისინი მართლაც ამყარებენ წესრიგს და საჭიროა მათი არსებობა თუ სკოლაში. მანდატურს არ დაუშავებენ? ერთი წუთი ბატონობა თქვენ გეკითხებით ახლა ბავშვთან საუბარი თქვენ დაუჯახებული ხართ? არა. აჰა. მაშინ რო დაოჯახდებით და სკოლაში მიიყვანთ ბავშვს, მანდატურს გაიცნობთ. არა, თქვენ გითხრათ თქვენი პოზიცია და აქვე იქნება დაგვიკონკრეტოთ რა პრეტენზია გაქვთ ჟურნალისტებთან, რომელსაც ასევე მიიღოს გადაცემა დიალოგი. ბავშვი მივიდა სკოლაში წვიმაში დააგვიანა 15 არა, გავიქეთ, ეს დარეჩმა გამოუშვა, მაგრამ მანდატური არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. როგორ შეიძლება შეაფასოთ ეს ფაქტი? ანუ მანდატურს უნდა გაეგო თქვა ამის შესახებ, როცა არ შეუშვა დაგვიანებული ბავშვი დარეჩმა? თავისთავად, როდესაც მშობელი უშვებს ბავშვს სკოლაში და ბავშვი მიდის სკოლის კარამდე და ამ სკოლის კარს ბავშვს უკეტავ ყოველგვარი ზრუნვის გარეშე, ანუ არც კითხულობ რა დაემართა ბავშვს, რა მოუვიდა და უშვებ მას ჩავთვალოთ ქუჩაში ტოვებ, ეს არ არის ჰუმანური საქციელი და ეს ყოველისთვის არ არის ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს დამახასიათებელი სკოლისთვის. პირიქით, თქვენს გსურდათ რაღაც ის. კერძოდ, ჩემ სკოლაში არის ასეთი, როცა ზარი ირეკება 9 საათზე, მანდატურები დგანან დერეფანში და აკონტროლებენ იმას, რამდენი ხანი დააგვიანებს ვინ. არ ხდება ბავშვების უკან გაშვება, იმიტომ რომ მეც დამიგვიანებია რამდენჯერმე, იქ უბრალოდ ხდება აღრიცხვა. ნამდვილად არ ვიცი პირველ სკოლაში რა ხდება, მაგრამ ჩემ სკოლაში ასეა, მანდატური დგას კართან და აღრიცხავს ბავშვის სახელგვარს და კლასს, მის და დაგვიანებას რამდენი ხნით დააგვიანა. არც ოქვის გამოწერა. თუმცა კართან არ დგასო დღეს თქვენი ჯგუფი ან თქვენც დგასო, ხო? მას არა, კართან, კლასის კარებთან არა, სკოლაში რო შემოხვიდე, კარებთან დგას და დარაჯთან ერთად და ისინი აღრიცხავენ ბავშვს. და უბრალოდ აღრიცხვა ხდებოდა, ბავშვი შედის ჩვეულებრივ გაკვეთილზე. გასაგებია, დიდი მადლობა. და თორემ გამიგიცებდი ახლა რამდენიმე წუთი წინ საუბარია, რომ თქვა მან როცა მუშაობდა ფსიქოლოგი და თქვა სხვა ინსტიტუტების სკოლაში, არ იყო სკოლაში წესრიგი და უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც შემოვიდა მანდატური, მივიღეთ უფრო დაცული გარემო სკოლაში. თქვენ რა შეიძლება უპასუხოთ ამ? შეიძლება უპასუხო და აქ პასუხი მხოლოდ ერთი არის ის, რომ ეს ყოველივე გარეგნულად შემცირდა ეს ყოველნაირი დანაშაული და რაც ადრე იყო თუ კი მოსწავლე ეწევა სიგარეტს, ახალგაზრდა თუ კი ეწევა სიგარეტს, ის მაინც გამონახავს ისეთ ადგილს, გამონახავს ისეთ დროს, რომ როდესაც მანდატური არ იმყოფება ახლო რა და ეს მაინც მოწევს იმ სიგარეტს, იმიტომ რომ ფიზიკური მოთხოვნილება გააჩნია ამისი და მას ასე ვთქვათ ვერ აუკრძალავენ რა მთლიანად ამ ყველაფერს. და ფსიქოლოგმაც ვერ შეცვალა ეს გარემო, რაც არგუმენტად მოიყვანა სალომემ. თუ კი ფსიქოლოგმაც ვერ შეცვალა, მაშინ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შიში შეიქმნს სიყვარულს, რაც ნამდვილად არ არის ქართულ რეალობაში მისაღები. მე რატომ უნდა მეშინოდეს ვიღაცის და ამის საფუძველზე? ხო არ უნდა ვაკეთებდე ჩემს მიერ სააქციელს, ჩემს მიერ ჩადენილ სააქციელს შიშის საფუძველით რატომ უნდა ვუყურებდე? ანუ შიში არ უნდა იყოს საფუძველი. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალზედ ბევრ მომენტში სკოლაზე საუბრისას ადამიანებს ავიწყდებათ ის, რომ სკოლაში ყველაზე მთავარი არის მოსწავლეები. პირველი დონე არის მოსწავლეების რა, სკოლაში ყურადღების მისაქცევი რა, ყურადღების ღირსი და ხოლო შემდეგ მოდიან უკვე მასწავლებლები, მანდატურები და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა ყველანი, მაგრამ რატომღაც დღესდღეობით მოსწავლეს ეთმობა ყველაზე ნაკლები ყურადღება. ესე თქვენი სკოლის მაგალითიც იგივე მოხდა, ანუ შემცირდა რეალურად დანაშაულის. კი, ზედაპირულად რა თქმა უნდა შემცირდა ყველაფერი, მაგრამ ასე ვთქვათ, საკმაოდ გაიზარდა ქუჩაში სკოლის მოპირდაპირე, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ქუჩაში თქვენი რა თქმა უნდა. ანუ ქუჩაში რო გადაინაცვლა, ხო, ქუჩას მანდატური ვერ გააკონტროლებს, ქუჩას
უნდა ყავდეს თავისი განმაკონტროლებელი, ანუ მანდატური სკოლის ტერიტორიაზე და მის ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აგებს პასუხს და რაც შეეხება ხო, მაგრამ რა უნდა იყოს მიზანი სკოლის, რომ აგრესია აღკვეთოს, თუ აგრესიამ გადაინაცვლოს ქუჩაში და ეს ბავშვი ისევ აგრესიული იყოს სკოლის გარეთ. ეს არ უნდა იყოს მიზანი, თუ კი აღზრდაზე ვსაუბრობთ. ანუ ყველა სახელმწიფოში უნდა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში, იმიტომ რომ ეს არის სამომავლო საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ მათი მომავალი ვართ. მაგრამ თუ კი შიშია დაფუძნებული და თქვენ აღნიშნეთ ხოლმე რომ შიში აქვს ბავშვს მანდატურების. ანუ რატო ვუსმენ მე მასწავლებელს გაკვეთილზე? სამი მიზეზი მაქვს, ან იმიტომ რომ სწავლა მინდა, ან იმიტომ რომ მასწავლებლის პატივისცემა მაქვს, ან იმიტომ რომ მისი მერიდება მეშინია. ანალოგიური ხდება მანდატურთან. რატომ მე ვემორჩილები მანდატურს? ანუ რატომ არ ვაშავებ მე? ორი მიზეზია, იმიტომ რომ პატივს ვცემ, იმიტომ რომ მეშინია და პრობლემები არ მინდა. ანალოგიური აქა, ამიტომაც ზოგი ბავშვი შიშის გამო არ აშავებს, ზოგი რიდის გამო და ჩვენ ადამიანის ბუნებას ვერ შევწით. ზოგს ეშინია, ზოგს ერიდება. ეს ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ასეა. კარგით, თორნიკეს არგუმენტს ასე გავდო ნინეს შეფასებას ამ დებატის შესახებ რეკლამის შემდეგ მოვისმენთ უკვე ჩვენ. რეკლამის შემდეგ გამოვხდეთ საუბარს სკოლის უსაფრთხოების შესახებ, რას ნიშნავს უსაფრთხო გარემო სკოლაში და არის თუ არა სკოლა ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლე კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას შეეჩვევს. რამდენიმე წუთში დებატები გაგრძელდება, ჩვენს ეთერში დაგველოდეთ. ქართულ-ამერიკული კომპანია Design City ბათუმი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინსა და შიდა მოპირკეთების თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებს. ქსოვილები, შპალერები, კარნიზები და აქსესუარები, კედლების ღებვა ექსკლუზიური და ბუნებრივი მასალებით, დეკორატიული და მხატვრული ღებვა ამერიკული საღებავებით, კაფელმეტლახი და სიახლე ნესტისგან დამცავი სპეციალური მასალა, კალმატრონი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ კედლებს იდეალური იერსახე. Design City ბათუმი, ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს. ბათუმი, გრიბოედოვის 2, ტელეფონი 27 70 19. ავეჯის სალონი პაპილონი უკვე ბათუმშია და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ნაჭრის სამეულებს, საძინებლებს, სასადილო გარნიტურისა და გარე ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს. პაპილონი, ავეჯი, რომელიც გილამაზებთ ცხოვრებას. რატომ? ფარმადეპო. იმიტომ რომ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. თქვენ პროფესიონალები გემსახურებიან და აქ საუკეთესო ფასებია. ფარმადეპოში ეს სიმართლეა. ფარმადეპოს აფთიაქი უკვე კონსტანტინე გამსახურდიას 49-ში. იჩქარე, ტექნობუმში ჯადოსნური ბუმი იწყება. შეიძინე საოჯახო ტექნიკა ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და მიიღე უამრავი საახალწლო საჩუქარი. ტექნობუმში სურვილები სრულდება. შეპესო ზობაბა გილოცავთ დამდეგ 2012 წელს და გთავაზობთ 10-დან 20%-მდე ფასდაკლებას. ზობაბაში დიდი სიახლეებია. თურქეთიდან კილიმის ბრენდის ახალი ავეჯი შემოვიდა. საბითუმო ფასად გთავაზობთ ქსოვილებს, დეკორატიულ ტყავსა და ღრუბელს. ღებულობ შეკვეთებს ოფისების, სასტუმროების, დისკოთეკების, სასადილოებისა და საძინებლების ავეჯსა და აქსესუარებზე, კომპიუტერული ესკიზებითა და გაუმჯობესებული ხარისხით. ავეჯის შეძენა შეიძლება როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე განვადებით. იჩქარეთ, ფასდაკლება 10 იანვრამდეა. ზობაბაში საახალწლო სიურპრიზების გელით. მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 1, დავით აღმაშენებლის 30, ხელვაჩაური, მეჯინისწყალი. 5 წლის წინ ჩვენმა ოჯახმა პატარა ფერმა მოაშენა. ყავდა წვრილფეხა საქონელი. რამდენიმე წელია ვეწევი ხის გადამუშავების ბიზნესს. მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ პატარა ქალაქში და ჩემი მცირე ბიზნესის შემოსავლით ვეხმარებდი ოჯახს. ვიფიქრეთ სადურგლო საქმისთვის ყველაზე კარგი საგამოფენო დარბაზის გახსნა. მალევე მივხვდი რომ ბიზნესის გასაფართოებლად დამატებითი კაპიტალი დაგჭირდება. როდესაც გავიგე ფინკას ჯგუფის ესხების შესახებ, მას მეგობრებთან ერთად ვიმართა და როგორც ჯგუფის წევრებმა მივიღეთ ცეცხლი ირაოს გარეშე.
ფინკას ესხის დახმარებით შევიძინე ყველა საჭირო დანადგარი. ახლა უკვე საკუთარი სამკერვალო მაღაზიაც მაქვს ქალაქის ცენტრში და რამდენიმე მკერავი მყავს დასაქმებული. ზამთრისთვის ჩვენ ვაპირებთ ახალი სესხის აღებას ბეღელის ასაშენებლად. ფინკას ესხის დახმარებით ჩემი ბიზნესი მუდმივად მზარდია. ფინკასთან ერთად ცხოვრება ნამდვილად ადვილია. ჭოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-12 კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ულოცავს დამდეგშობა ახალწელს და 16 დეკემბერს 14 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იწვევს საახალწლო კონცერტზე. გყავთ გვეწვიო მისამართი ბათუმი ნინოშვილის 35. საგორწინო, საბავშვო, სადღესასწაულო, კორპორაციული და გასართობიც კი. ეს ლიზიკოს ტორტებია. ნიგზით, შოკოლადით, ხილით, კონიაკით დანამული. ან მშრალი, ან თუნდაც არაჩვეულებრივი. ეს ლიზიკოს ნამცხრებია. ყავა ძალიან არომატული და სურნელოვანი. ნაყინზე ვერაფერს გეტყვით. ეს თავად უნდა დააგემოვნოთ და ერთიც ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ ნატურალურს. ამიტომაც ლიზიკო ყველაზე ტკბილი არჩევანია. თამაში დაიწყო. გამოიყენე შანსი, იმოქმედე სწრაფად. ამასობაში მოატყუა დარტყმა არის! ეს ტოტალიზატორი კრისტალ ბეტია. გააკეთე სწორი ანალიზი. ზუსტად ჩაიფიქრე სასურველი კომბინაცია. ამოქმედე შენი ინტუიცია და ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი კრისტალ ბეტი. კრისტალ ბეტ წერტილიქოლი. ჩემოდით სონი. სიახლე სავარძელში ავეჯის მწარმოებელი კომპანია სავარძელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მაგიდებისა და სკამების განახლებულ საზაფხულო კოლექციას. ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ შესაძლებლობებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვადგენთ ფას. სავარძელი გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. დაგვიკავშირდით savardeli.com. ბინების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების, ყიდვა-გაყიდვით, ქირავნობით ან გირავნობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ. ბათუმში შეიქმნა უძრავი ქონების თანამედროვე ტიპის სერვისი, რომელიც ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვებგვერდის მეშვეობით გაგიწევთ მომსახურებას. აკრიფეთ ინტერნეტში newsservice.g ან დაგვიკავშირდით 593 555 777. ლამინატისა და MDF-ის თანამედროვე ავეჯი ბერბოსაგან, სადა და ინდივიდუალური გემოვნებით შერჩეული დიზაინი ბინის ინტერიერისათვის. სამზარეულოების, აძინებლები, მაგიდები, ჰოლის, მისაღები ოთახებისა და კაბინეტის ავეჯი. ისარგებლეთ სწრაფი და მოხერხებული სერვისით. მისამართი ჭავჭავაძის 99. ტელეფონი 70952 879 21 87 87. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. რას ნიშნავს უსაფრთხო სკოლა? ვინ ქმნის ამ გარემოს და არსებობს თუ არა იმის პირობა, რომ სკოლაში მოსწავლე მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბდეს? შეგახსენებთ ჩვენ სტუმრებს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე აბუსელიძე, ბათუმის მე-14 სკოლის მოსწავლე თორნიკე დუღეშვილი და საგანმანათლებლო ფორმალური დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი. თუ გსურთ დაისვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25 ან გამოგვიგზავნეთ SMS შეტყობინება ნომერზე 25 55. და განაგრძოთ საუბარი ქაბოდო ნინო, როგორ უნდა შეიქმნას სკოლაში თქვენი შეფასებით, თქვენი წარმოდგენით ისეთი გარემო, რომ მოსწავლეებმა ცირცნოს თავი დაცულად და თან იყოს სააზროვნო სივრცე სკოლაში? მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ კი მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება რეალურად განახორციელონ სკოლაში გარკვეული პროექტები. სკოლა ხომ არ არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ სწავლისთვის მიდიან ბავშვები. აქ შეიძლება შესანიშნავად გამოიყენოს სკოლის გარემო იმისთვის, რომ მოაწყოს სხვადასხვა ღონისძიებები, იქნება ეს ინტელექტუალური თამაშები, გასართობი ღონისძიებები, კონფერენციები, რაღაც აქტიური, ანუ ინტერაქტიული სწავლების მოდელებზე დაფუძნებული საჩვენებელი გაკვეთილები. ამის ინიციატორები სულ თავისუფლად შეიძლება იყვნენ ბავშვები. ამის ორგანიზატორები სულ თავისუფლად შეიძლება იყვნენ ბავშვები. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვი მარტო დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს თავიდან ბოლომდე ღონისძიებას და ორიენტირებული ყველაფერი განათლების სამინისტროს ამბობს, დღესაც იგივე კი, მაგრამ
მაგრამ რეალურად დღეს ბავშვის აზრი სკოლაში გათვალისწინებული არ არის. ბავშვის გადაწყვეტილება სკოლაში, აი თუნდაც იცით არსებობს, აი დაუშვათ ავიღოთ თვითმმართველობა, მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც შეიქმნა, უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება სკოლის საზოგადოებრივი ცხოვრება წარმართონ, შესთავაზონ სიახლეები დირექციას, მაგრამ რეალურად განსჯა, ეს მექანიზმი არ მუშაობს, ეს ინსტიტუტი არ მუშაობს სკოლაში რეალურად. ის რომ ბავშვს პედაგოგთან ერთად შეუძლია დაგეგმოს კონფერენცია, დაგეგმოს დებატი, მოაწყოს საინტერესო ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა და ამ შემთხვევაში მასწავლებელი და მოსწავლე გამოვიდეს ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ანუ პედაგოგი და მოსწავლე იყოს ერთი გუნდი ამ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული ღონისძიების დაგეგმვის დროს. ბავშვის ხმა, ბავშვის თავისუფალი აზრი, ბავშვის იდეა უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური სკოლაში. ანუ ეს საქართველოში თავისუფლად შეიძლება რომ ეს მოგვარდეს თუკი მე ვფიქრობ რომ სკოლის მართვის სტილი დღეს არის მთლიანად დამოკიდებული დირექციაზე, დირექციის გადაწყვეტილებაზე. სკოლაში ბავშვის აზრს, მის ინიციატივას დიდად ხარს არ უჭერენ. თუ ის ასე, რატომ არის ეს მისაღები, ესეთი მოდელი თქვა სამინისტროსთვის? რატომ აწყობს თუ ასეთი ვითარებაა სკოლაში? იცით, სამინისტროს ძალიან ბევრი კარგი იდეა და პროექტი ჰქონდა თავის დროზე. კლუბური მუშაობაზე ორიენტირებული, ანუ პრიორიტეტიც კი იყო, როდესაც სკოლებს ჰქონდა სხვადასხვა კლუბები, სადაც კლუბის ხელმძღვანელები იყვნენ მასწავლებლები და ხდებოდა რეალური თანამშრომლობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, მაგრამ მოხდა ისე, რომ სკოლის კარიც ჩაიკეტა, იცით, აი სრულიად თავისუფალად შესაძლებელი იყო რამოდენიმე წლის წინ, რომ თქვათ რომელიმე საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც გაშენოდა სურვილი სკოლაში შესულიყო და თქვათ ბავშვებისთვის წაიკითხა ლექცია, თუნდაც ეკოლოგიაზე, თავისი თქვათ კვლევის შედეგები ეცნობებინა. აი ეს პროცედურა ძალიან გართულდა. ანუ საზოგადოებისთვის, მოქალაქეებისთვის, თემისთვის, უბნისთვის სკოლა თითქოს ჩაიკეტა. გასაგებია. მოდით მათ ვკითხოთ აბატონიკეს და სალომეს ისინი რას გვეტყვიან, ჩაიკეტა სკოლა, გეუბნება გაბატონ ნინო. თქვენ შემთხვევაში რა ხდება და ეთანხმებით თუ არა გაბატონ ნინოს პოზიციებს? მე რა თქმა უნდა ვეთანხმები გაბატონ ნინოს პოზიციებს რა, იმიტომ რომ მან ნათლად ჩამოაყალიბა დღევანდელი სკოლის შიდა სამზარეულო, ასე ვთქვათ, რომ სკოლაში როგორც ასეთი ხო არაფერი არ ხდება, აი რაც მოსწავლეებს უნდათ. შეხვედრების საინტერესო პიროვნებებთან და სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და ასე შემდეგ, მაგაზე საუბარი არ მაქვს, ეს ყველაფერი ხდება ასე თუ ისე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის მოსწავლის სამოქალაქო ჩართულობა. ეს ხო ასე ვთქვათ სკოლაში ნაკლებად აღელვებთ. მთავარი არის მოსწავლემ სკოლაში მოვიდეს, ისწავლოს. თვითმმართველობა ვთქვათ რამდენად აქტიურია და რამდენად გაზიარებულია თქვენი პოზიციები სკოლაში? ჩემი პოზიციები თვითმმართველობის მიერ ხო ასე ვთქვათ გაზიარებული ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ სკოლას მართავენ ბიუროკრატები, ასე ვთქვათ, ჩვენ ზემოთ საერთი საფეხურით ზემოთ მყოფი ადამიანები რა. თუნდაც ესენი იყვნენ პედაგოგები, იყვნენ თუნდაც ან მანდატურები, ან სკოლის დირექტორი, ან ვიღაც რა, ასე ვთქვათ რა. რატომ არიან ისინი ბიუროკრატები, თქვათ, რას ამბობენ? რას ამბობენ? იმიტომ რომ იკარგება ჩვენი იდეები, ბავშვების იდეები იკარგება, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაც მომენტში სკოლას არ გააჩნია სახსრები იმაზე, რომ დაგვიფინანსოს ესა თუ ის ნამდვილად კარგი წამოწყება, მაგრამ სხვა 1000 სისულელეზე უცებ ფული გამოჩნდება რა. აი ესეთი მარტივი მაგალითი. განსხვავებული პოზიციებიდან პოზიციებს აფიქსირებთ ღიად და აქამდეც იყავით ეთერში. ამის შემდეგ ხო ყოფილა რაიმე, რომ თქვათ გამოხატეს რაიმე პოზიცია სკოლაში როდესაც. არა, ასე ვთქვათ, ეშინიათ რა თავისუფლად აზრის გამოხატვის, ჩემთან თუ რა ხდება, ვერ გეტყვით რა. განსხვავებული მოსაზრებები იყო მათთვის მისაღები თუ ასე ვთქვათ, გულის სიღრმეში იყო მისაღები, მაგრამ თულად ღიად და საჯაროდ ვერ დამეთანხმდნენ. გასაგებია. კარგით, მაყურებელ გოლდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. ალო. გისმენთ.
ალო გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ საღამოშიდობისა ბატონო ჯაბა საღამოშიდობისა ორი სიტყვით მინდა გითხრათ სკოლის შესახებ დიახ საქმე იმაშია რომ სკოლაში პედაგოგებს არ გესმით ჩემი როგორ არ გესმით ჩემი მე თუდად მესმის არ არის მოსწავლის სიყვარული დიახ ბავშვები არ უყვართ მასწავლებლებს აბსოლუტურად იგნორირებულია საერთოდ ბავშვი რაში გამოიხატება ის თქვენი აზრით რომ იგნორირებულია ბავშვი და მასწავლებლებს არ უყვართ მოსწავლეები რას ფიქრობთ მანდატურებზე კონკრეტულად სიყვარული არ გამოსჭირდეს ბავშვთან მიმართებაში ბავშვებს არ თვლიან პიროვნებებად არ არის პატივისცემა ბავშვის ამიტომ ხდება რომ კლასში არის ხმაური გაგვეთილი რომ სალომეს დაავიწყდა ეთქვა რომ გარდა იმისა რომ პატივისცემა უნდა ქონდეს პედაგოგის უნდა უნდოდეს საგნის სწავლა მთავარია რომ პედაგოგმა შეაყვაროს ბავშვს საგანი და მანდატურა რა შეიცვალა ამ კუთხით თქვენი შეფასებით რა შეიცვალა მანდატურების შემდეგ სკოლაში და უნდა იყვნენ თუ არა ისინი სკოლაში არაფერი არ შეცვლილა არის უბრალოდ შიში პედაგოგსაც ეშინია მანდატურის ალბათ დირექციასაც და სულ ყველას მაგრამ პედაგოგს რატომ ეშინია მანდატურის არ ვიცი ვერ გეტყვით ალბათ ისეთ სიტუაცია მაგრამ მე ვხედავ რამდენი თან დაუხსნა პედაგოგზე ელაპარაკო არაფერი არ კეთება იმისთვის რომ ბავშვს შეუყვარდეს საგანი და უნდოდეს სწავლა რამ გამოიწვია ეს განათლების ნაკლებობამ არაპროფესიონალიზმმა შიშმა თუ რატომ მივედით ამ შედეგამდე თუ კი ეს ასე მე მგონი განათლების სისტემა იმიტომ რომ რა ხდება იცით რაღაც ჩარჩოში ჩასვეს ბავშვები და არ აქვს მნიშვნელობა გონიერ ბავშვს მიიყვან ჩვეულებებს მიიყვან ყველას ერთნაირად ექცევიან და თუ კერძე პედაგოგი არ აიყვანეს წარმოუდგენელი რომ ბავშვმა ისწავლოს კარგად ვის ჭირდება ეს ჩარჩო რატომ სვამენ ბავშვებს ჩარჩოში როგორც ამას თქვენ ამბობთ ვერ გეტყვით ალბათ რაიმე აზრი აქვს ამას მე მაგას ვერ აგიხსნით თქვენ მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ რომ ჩემს დროს როცა მე სწავლობდი სკოლაში ბევრად მეტი განათლება მივიღე და დღესაც საკმარისია ჩემს ვიდეოებს ბავშვები ღებულობენ განათლებას გასაგებია დიდი მადლობა რომ გიყურებთ და გამოხატეთ თქვენი პოზიცია სალომე თქვენ რა ფიქრობთ მაყურებლის ამ პოზიციაზე ჯერ წინა იმაზე წინა კითხვაზე თონიკე მომპასუხა ქალბატონ ნინოს ჩემი სკოლის იმაში არ ვეთანხმები იმიტომ რომ ჩვენთან არა მარტო მოხშირ და არამედ საკმაოდ ბევრი კლუბია რომლის კლუბებსაც განაგებენ და პრეზიდენტები არიან მოსწავლეები, იმიტომ რომ პირადად მეც ვყოფილ ვარ, ჩვენი ორგანიზებით ხდება ყველაფერი, ინტელექტუალური თამაშები, დადგმები, შეჯიბრებები თუ რა, ამას ორგანიზებას უკეთებენ მოსწავლეები, იმიტომ რომ ჩვენთვის როგორც მოსწავლეებისთვის გადაწყვეტილებას ვქოთ, რომელი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ჩვენ ბიუჯეტი რა არის სკოლის რაში? ჩვენთვის მთავარია რომ ჩვენს აზრს არა მარტო ისმედნენ, არამედ ითვალისწინებდნენ. ჩვენ სკოლის საორგანიზაციო მხარესთან როგორი ურთიერთობა გვაქვს? ჩვენ თუ გვაქვს იდეა რომ ჩავატაროთ შეჯიბრება თუნდაც რასად როდის? ჩვენ ამას ვათანხმებთ დირექტორთან თუ სასწავლო ნაწილთან, ვიღებთ მათგან თანხმობას და ამას მგონი დიდი ბიუჯეტი არც სჭირდება. ჩვენ თვითონ ვუწევთ ორგანიზაციას, სხვადასხვა კლასებში ვკრებთ გუნდებს, ვმუშაობთ, ერთად ვზივართ და ამუშავებთ ბიუჯეტის შეიძლება იყოს ჩართული ასევე მოსწავლე, ხო? ბიუჯეტი რა თქმა უნდა. იცით თუ რა არის თქვენი ბიუჯეტი, თქვენი სკოლის ბიუჯეტი და რა შეეხარჯება? თვითმმართველობის წევრი არ ვარ, არ ყოფილი, ამიტომ მაქსაკეთე შარ. თქვენი წარმოადგენელი თვითმმართველობაში, რომელიც ასევე არის სამეურნეო ერთი ფოტოშორის მინდა მითხრა რომ ყველაფერი მომწონს ჩემს სკოლაში, მაგრამ ერთი თვითმმართველობის ეს კრება თვითმმართველობა მე ასე მგონია რომ არც ჩემს სკოლაშია სათანადო და არც სხვა სკოლებში და ეს გამოწვეულია ბავშვების უინტერესობით, იმიტომ რომ მასწავლებლები და დირექტორი ცდილობს ბევრს, მაგრამ თუ ბავშვს არ უნდა ის ვერისაკითხი ვერც მოგვარდება. როგორ ფიქრობთ, თუ კი მოინდომებთ თქვათ მოსწავლეები რომ ბიუჯეტი უნდა შეიცვალოს კონკრეტული პროგრამა, შეცვლით ამ პროგრამას, ანუ თქვენ გაქვთ ეს გავლენა სკოლაში. ან თქვენ გეტყვით სიტყვა სკოლაში. კი, ჩვენი აზრი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საერთოდ ყველა ბავშვის, იმიტომ რომ ელემენტარული გავიხსენებ ბოლო დროს მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს, სადაც მასწავლებლებს სკოლიდან უშვებდნენ და მთელი სკოლა გამოვიდა ამის წინააღმდეგ. დაუპირისპირდა მანდატურს, დაუპირისპირდა ბევრ კანონს და დაიცვა მასწავლებელი. ანუ ბავშვს შეუძლია ყველაფერი თუ ამას ორგანიზებას გაუწევს, გაანალიზებს და მიხვდება. თორემ თქვენი შეფასებით მართლა ასეთი დემოკრატია არის მეორე სკოლაში, თუ თქვათ რაღაც სალომე არ აგიქვამს ადეკვატურად რეალობას. რა შტაბიშება შეფასებით, ასე ვთქვათ, მეორე სკოლაში თუ მართლაც არის ასეთი ვითარება, ფრიად მისასალმებელი არის ეს საზოგადოების მხრიდან, რომ მართლაც ბავშვები ყოფილან ჩართულები ამ ყველაფერში. ისე კარგი კოტა ის
სხვა სკოლებში რა ხდება იქ რას აკეთებს თვითმმართველობა ბიუჯეტი როგორ ნაწილდება რა ასე ვთქვათ მე ძირითადად სხვა სკოლების ბავშვებთან ისეთ ბავშვებთან ურთიერთობა რომელებსაც სალომონ სიმართლე თქვა მართლაც არ აინტერესებთ ასეთი მომენტები იმიტომ რომ აზერზე არ არის ანუ მათ არ აუხსნეს თუ რას ნიშნავს თვითმმართველობა რამხელა დიდი როლი უკესრია მას სკოლის ცხოვრებაში და უბრალოდ ბავშვმა თუ კი არ იცის თუ რა შეუძლია მას ის არაადეკვატურად აღიქვამს მის ირგვლივ ყველაფერს რა და დარწმუნებული ვარ რომ თვითმმართველობის წევრმა არ იცის რომ ის სკოლაში ერთგვარი პარლამენტია და ის კლასის დეპუტატია და შეუძლია შეცვალოს. რატომ აირჩიეთ მაშინ ასეთი პასიური წარმოება? არა, ანუ რა ხდება? ანუ ასეთი სიტუაციაა რომ არჩევნები ტარდება, ირჩევა თვითმმართველობის წევრი. რა თქმა უნდა, იმ წუთში იწერება კანდიდატები, ნამდვილად არ არიან პასიური ბავშვები, ხდება არჩევნები ძალიან ორგანიზებულად, ძალიან კარგად, თვითმმართველობა არის შეხვედრების სიარული, თვითმმართველობის თავმჯდომარე ძალიან აქტიური გოგონაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გადაწყვეტს ამას, იმიტომ რომ თუ მე არ მაინტერესებს სკოლაში რა შეიცვლება და რა არა, მაგ მხრივ ჩემ კლასს თუ არ აინტერესებს, მეც არ მაინტერესებს, შესაბამისად ჩემი ხმა იქ იკარგება. ამიტომ პირველ რიგში სანამ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, უნდა იყოს ყველა სკოლაში ის გადამზადებითი პროგრამა, ის წაკითხული, ის მონაკვეთი, რომ სკოლის თვითმმართველობა შეუძლია ბევრი რამ. რაც შედარებით. დიდი მადლობა, მაყურებელი გველოდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობთ რომ არსებობს გადაცემა დიალოგი და მე მოგვიანებით ჩავერთე ახლა თქვენ გადაცემას და მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოთქვა. საქმე იმაშია რომ მე არ ვთვლი რომ საჭირო არ არის მანდატურის სამსახურის შემოღება სკოლებში იქიდან გამომდინარე რომ მეც თვითონ მოსწავლის დედა ვარ და დღესდღეობით ჩვენ თაობასთან განსხვავებით აბსოლუტურად ზედმეტი უფლებები აქვთ მინიჭებული ეხლანდელ ბავშვებს უფრო მეტად თავისუფლები არიან უფრო მეტად და ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ იკარგება თავისუფლებას მინიჭებულ უფლებებსა და მაპატიეთ ზოგჯერ უზრდელობას შორის უკვე ზღვარი აქედან გამომდინარე მანდატურის ინსტიტუტი საჭირო არის რომ იქ ხდება ერთგვარი მოკრძალება თუნდაც ერთგვარში თუნდაც პასუხისმგებლობა მანდატურის წინაშე და პლუს კიდე აი როგორც ამ ახალგაზრდა ბიჭმა აღნიშნა რომ აი ზოგჯერ ისეა რომ თითქოს აი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა არ არის შემდგარი ისე როგორც უნდა იყოს საჭირო. ეს უნდა იყოს შიშსა დამოკიდებული თუ და აუხსნა თქვა მოსწავლეებს რატომ არ უნდა მოიქცნენ ისინი აგრესიულად. ანუ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები არ უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში თქვენი აზრით? ერთი წუთით მე უბრალოდ ახლა კარგად არ მესმის, მაგრამ ერთ პასუხს გეტყვით, აი რატო ვამართლებ ამას ერთადერთი მე იმ შემთხვევაში მიმაჩნია ეს სამსახური გამართლებულად, რომ ზოგჯერ აი თუნდაც აი ამ იყო ლაპარაკი თუნდაც მასწავლებლების დაუდევრობაზე, ხო, ერთგვარი დამაბალანსებელი გახდება იმ შემთხვევაში თუ კი მანდატური სწორად და ღირსეულად იქნება შერჩეული, რასაც დღესდღეობით სამწუხაროდ ვერ ხედავთ. გამომდინარე იქიდან რომ მე ვკითხულობდი ტირებს და გავიდა ეს რომ ასაკობრივი ზღვარი უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ მანდატურს და არა მარტო მანდატურს ესეთი საპასუხისმგებლო, ეს სერიოზული საპასუხისმგებლო სამსახურია და თუ კი არა აქვს იმას ასაკი თუნდაც შესაბამისი გამოცდილება, თუნდაც ცოდნა, მე ვერ ხვდები აი 22 წლის ბავშვმა, 23 წლის ბავშვმა თუნდაც სამმა ერთად როგორ უნდა მარტონ მთელი სკოლა, ნუ მართოდან პირობითად ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ რომ ამ კადრები უნდა იყოს სწორად შერჩეული ღირსეულად და არა თუნდაც ისე პატრონიანთა კასტას რომ მიეკუთვნებიან დირექტორები რომ დანიშნულები არიან, აი აქედან გამომდინარე ვიძახით. გავიგეთ თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მგონი ძალიან საგულისხმო განცხადებები იყო ამ შეფასებაში, ხო? თქვენი დამოკიდებულება ამ კომენტარზე. ჩემი დამოკიდებულება არის ესეთი. მე ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებას, რომელიც არ არის ღრმად გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ხა ეს ექსპერტი მეც არა ვარ, მაგრამ რასაც ვაკვირდები, აი ესეთი პროცესებია. საზოგადოებას მოსწონს, რომ სკოლაში არის 2 ან 3 ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ევალება ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ბავშვის და მასწავლებლის გვერდით დგომა, რომ არ მოხდეს რაღაც იქ გადამეტებული ძალადობის ფაქტები თუ შემთხვევით რაღაც არასასიამოვნო შემთხვევები, თქვათ თუნდაც ბავშვების ერთმანეთთან დამოკიდებულების პროცესში. ძალიან კარგია თუ კი სკოლაში იარსებებს ასეთი რამოდენიმე ადამიანი, რომელიც მიზან დასახულად
გააკონტროლებს ამ სიტუაციას, მაგრამ საქმე არის ამ ადამიანის სტატუსში, თუ რა სტატუსი აქვს მას და რა უფლებები აქვს მას. არ შეიძლება რომ მანდატურს კონდეს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე აქვს მასწავლებლს. არ შეიძლება რომ მანდატური ხელფასი როგორც ვიცი, პედაგოგთა ხელფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე მანდატურის ხელფასი, მაგრამ აქ საუბარია რაზე იცით? აქ საუბარი არ არის არა იმაზე, რომ მანდატური არ გვინდა, ეს იყო ცუდი გამოცდილება და მოდით დავივიწყოთ, გავაუქმოთ, არამედ საუბარია იმაზე, თუ ვინ არის მანდატური სკოლაში, რას აკეთებს ის და რა უფლებები აქვს მას და ხომ არ არის ეს უფლებები გადამეტებული და მისი გადამეტებული უფლებების გამო ხომ არ დავკარგეთ ბავშვზე ორიენტირებული სკოლის საერთოდ ცნება. გასაგებია. სალამე, თქვენ რას ფიქრობთ იგივე იმ შეკითხვებზე, რაც ახლა ჩამოაყალიბა ქალბატონმა ნინომ? ანუ აქვს თუ არა ადეკვატური უფლებები დღეს მანდატურს და არის სწორად განსაზღვრული მისი ფუნქცია. ასევე შემოდის მაყურებელთა SMS-ები, რომ მანდატურს ჭირდება ძალიან კარგი განათლება. თქვენ დღეს აღნიშნავთ თუ არ ვწდები პრესკრიფციაში, რომ არ ჭირდება მაინც დიდი განათლება მანდატურს. ანუ დებატები გამოიწვია იმ თემამ, რომ მანდატურებს არ ჭირდებათ უმაღლესი განათლება, რაც მიუღებელია ჩვენთვისო. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. რა საჭიროა მანდატურმა იცოდეს ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია? ვინაიდან ის არ ამოწმებს, არ აფასებს მოსწავლის ან მასწავლებლის ცოდნას, ზოგად განათლებას და ამაში ქულას არ წერს. ის სკოლაში შემოსულია იმ მიზნის გამო, რომ დაარეგულიროს სიტუაცია და უზრუნველყოს შეუქმნას ბავშვს ჯანსაღი გარემო სწავლისათვის, ხო? და არის უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ამას რა აზრი აქვს, რა მნიშვნელობა შეიტანს ეს ამაში, ხო? ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველანაირად ყველაფერი ვცადოთ იმისთვის, რომ ბავშვს ჩვენ შეგვექმნას შესაბამისი გარემო. ანუ ვცადოთ სოციალური მუშაკით და მანდატურით. გასაგებია, მაყურებლის მოსაზრება მოვისმენთ და შემდეგ თორნიკეს პასუხი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? პირდაპირ ეთერში ვართ. პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. საღამო მშვიდობით. ძალიან კარგი გადაცემა ეს დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამ მინდა გთხოვოთ და აი მასწავლებელს დაუბრუნოთ ის უფლებები, რაც ჰქონდათ და ბავშვებს შეიგნონ, რომ მასწავლებელად ცნოთ. აი ვხედავთ მანდატურები და მისაღები არის იმისათვის, რომ სკოლაში გარკვეულად უკვე ჩამოყალიბდა ნორმალური სიტუაცია. აი ბავშვი ვერა ეხლა აქედან გამომდინარე, ბავშვს კი უნდა ვეკითხებოდეს რა გავაკეთოთ. მასწავლებელს შევეკითხოთ რა გააკეთოს მასწავლებელმა. მას ის უფლება ჩამორთმეული აქვს და ვერაფერს ვერ აკეთებს, იმის რომ ბავშვი შენიშვნა მისცეს. ანუ მასწავლებლებს ჩამოართვეს თავისი უფლებები? თქვენს გვერდზე არის ბავშვები და ვეკითხებით, როგორ მართოთ ქვეყანა რა სკოლა. როგორ შეიძლება ესე პირდაპირ მართოთ მასწავლებელმა და დირექტორმა და განათლების სისტემა. ხო, მაგრამ რეფორმატორების აზრით დღეს ეს სკოლა არის ორიენტირებული მოსწავლეზე. მოსწავლეა მთავარი ფიგურა სკოლაში და მგონი მოსწავლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. და თან გვაქვს რეალობა, როცა მასწავლებლები ვერ ლაპარაკობენ საჯაროდ მით უმეტეს. ანუ ისინი ძალიან არიდებენ თავს გადაცემებში მონაწილეობას, ეს ჩვენ არაერთხელ მოვიწვიეთ ისინი გადაცემებში, მაგრამ ძალიან ჭირს პედაგოგის მოწვევა პირდაპირ ეთერში და მე ეს არაერთხელ მithქვამს ამ ეთერში. დაასრულეთ თქვენი ხო დიდი მადლობა რომ გამოხადეთ თქვენი პოზიცია. კარგი, თორნიკე თქვენი დამოკიდებულება იგივე რაც ახლა აღნიშნდა მაყურებელმა და შემდეგ სალომეს რო კაცეთ პასუხი. ну ასე ვთქვათ, ანუ მასწავლებელს შეუზღუდა უფლებები გარკვეულწილად მანდატურმა? გარკვეულწილად რა თქმა უნდა შეუზღუდა მასწავლებელს იმის უფლება, რომ მას მოსწავლეზე ხელი არ აღემართა რა. ანუ წესრიგის დაცვას აიძულებს სალომე ამბობდა ვთქვათ მანდატური მასწავლებელსო. წესრიგის დაცვა ასე როგორც არა, რატო არ იცოდი ეს პირიქით მისასალმებელი არის თუ კი მასწავლებელი იქნება მოწესრიგებული თავის დროზე შევაა საგაკვეთილო პროცესზე და დისკომფორტი რატომ ექნება მასწავლებელს იმის გამო რომ სკოლაში არსებობს მანდატური? არა, იცით როგორი მომენტია მასწავლებლის დისკომფორტს უქმნის ის, რომ აი ადრე რა ასეთი ცნება, როდესაც მათ აქვთ გათავისებული, რომ სკოლაში ყველაზე მთავარი იყო მასწავლებელი, დღესდღეობით რატომღაც სკოლაში ყველაზე მთავარი თვლიან, რომ გახდა მანდატური. არა და მათ ავიწყდებათ. არა, ჩემი შეფასებით მთავარი არის სკოლაში მოსწავლე. მაგრამ რატომღაც თვლიან მანდატურია, ხო? რეალურად მასე თვლიან, რომ მანდატურია. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არის მთავარი? მანდატური არის მთავარი. მთავარია
მოსწავლე და მანდატური უფრო აშკარად ცდილობს მისი უფლებების დაცვას. მე ასე ვაფასებ ამას ჩემი თვალით. ანუ ყველაფრისგან, თუნდაც თანატოლისგან, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლას ახდენს. ანუ მასწავლებელი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იმიტომ რომ დააგვიანოს მასწავლებელი მას შენიშვნას მისცემს. მანდატური მას შენიშვნას მისცემს. ეს არის რაღაც ქართული მენტალიტეტი, რომ უფროსმა მასწავლებელმა არ მიიღოს შენიშვნა. ეს ხო ჩვენ სწავლას სიკვდიდმდეა, ხო? მე რომ მასწავლებელი ვარ, მეც დავაშავებ, მეც ადამიანი ვარ და ბუნებრივია, რომ დავაშავებ, უნდა მიმითითონ ამაზე, რომ ეს გამოვასწორო. ანუ რჩევა მომცენ და რატომღაც ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მასწავლებლები მანდატური შენიშვნას იღებენ შეურაცხყოფად, დამცირებად და რაღაც ცუდს. ანუ მე თქვა მაგ, ანუ ესე გამოდის, რომ თუ თქვათ პედაგოგმა დააგვიანა გაკვეთილზე შესვლა, მანდატური მიდის მასთან და ეუბნება ქალბატონო თქვათ თამარ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ იმსახურეთ ჩემგან შენიშვნას, რატომ აგვიანებთ კლასში, რატომ იწყებთ გვიან გაკვეთილს და ამას უყურებენ მოსწავლეები. ესე ღიად ხდება თუ ეს როგორ ხდება? ანუ მაგას დავაკონკრეტებ, რომ მანდატური გადამზადებულია, იცის კონსტიტუცია, იცის სკოლის შინაგანი წესი. ამიტომ უფლებამოსილია, რომ მის მიხედვით იმოქმედოს. როცა ირეკება ზარი, შინაგანი წესი გეუბნება მასწავლებელი გაკვეთილზე ვალდებულია გამოცხადდეს გარკვეული 15 წუთით ადრე. როცა მასწავლებელი აგვიანებს გაკვეთილზე, ვიდეოკამერით თუ მანდატურის ჩავლით დერეფანში, ხედავს, რომ კლასის კარი ღიაა, ბავშვები ერთმანეთს აღტებიან, იმას წიგნი მოხდა, იმას რეული მოხდა, ის ბუნებრივია. ამ შემთხვევაში რა ხდება? შედის და კითხულობს, ბავშვებო, რა ხდება, რა გაკვეთილია? ავამობთ გაკვეთილი რა არის, მასწავლებელი ვინ არის? ის გამოდის და ცდილობს საორგანიზაციასთან, ანუ ორგანიზატორთან, ადმინისტრაციასთან იკითხოს, რომ ეს მასწავლებელი, ანუ რატო ხდება ეს? რა თქმა უნდა, მასწავლებელი რო ჩამოდის გაკვეთილზე, ეს მე არასოდეს არ დამინახავს, რომ მანდატურს მოსწავლის წინ მასწავლებლისთვის შენიშვნა მიეცა განსაკუთრებით უხეშად. ნუ სანამ მასწავლებელი კლასში შემოვა, გვერდით დერეფანში უბრალოდ ეუბნება, რომ იცით დაგაგვიანდათ. აი მე იმდენად დიდ ურთიერთპატივისცემას ხედავ მასწავლებელსა და მანდატურს შორის, რომ უბრალოდ რაღაც არ მიმოხსნიეს კაბინეტში ელაპარაკება მას. არა, ანუ დერეფანში რო ხონდა მოვიდეს დერეფანში ხო და იქ მანდატური ამ დროს უკვე ასული ამის გასარკვევად ხედავს მასწავლებლებს და გზადაგზა თან აცილებს და თან ეტყვის იცით ქალბატონო თქვენ დააგვენით და კლასი ახმაურდა და დამთავრდა. თუ გისაჯეროთ არ მოსწავლე საიდან იცით რომ ეს ეუბნება? ანუ მასწავლებლმაც აღნიშნა რომ აი ბავშვებო ხო შეგიძლიათ ცოტა სერიოზულად მოიქცეთ იქეთა კორპუსიდან გადმოვრბივარ და თქვენს გამო შენიშვნა მივიღე მანდატურისგან და ძალიან გთხოვთ ჩუმად. კითხვა მაქვს სალომესთან თუ შეიძლება აი ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ აი პედაგოგი რომელიც შედის დაგვიანებით ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს დაუდევრობა შეიძლება ვერ იგზნოს თავი კარგად ან თუნდაც ვერ მოასწროს იმიტომ რომ მე ვიცი ბევრ სკოლაში ვარ ნამყოფი და ვიცი რა ხდება ანუ 5 წუთში როცა არის კაბინეტური სისტემა როდესაც ერთ ფლიგელში მეორე ფლიგელიდან გადადის მასწავლებელი შეიძლება მართლა ვერ მოასწროს შესვლა მაგრამ ამაში არ არის საქმე უნდა მოასწროს ის უნდა იყოს თავის ადგილზე რა თქმა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ არ ხდება ესე რომ თქვა აი მასწავლებლის ავტორიტეტი ეცემა მაშინ როდესაც მასწავლებელს შეუძლია ესეთი რაღაცა გააკეთოს თქვა მანდატური დაუშვა და არ არის თქვა 3 წლის წინ შეიძლება ესეთი ფაქტი მომხდარიყო რომ მანდატური არ არსებობდა შემოდის კლასში მასწავლებელი დაგვიანებით და ამას ბავშვებო დიდი ბოდიში დამაგვიანდა აი ვერ მოვასწარი შემოსვლა და რატომ ხმაურობდით აი გამოდიოდა თქვენი ხმა და ამ დროს ტექსტი არის შეცვლილი იცით აი მანდატური მამე მითხრა და აი ამ შემთხვევაში ხომ არ ხდება შემთხვევით მასწავლებლის რაღაცა დაკნინება ავტორიტეტის დაცემა. სერე მოვისმენთ სალომეს პასუხს მაყურებელი გოლდება. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. უკაცრავად, ჩემი აზრი გამაჩნია მეც. დიახ. ეს მანდატური რაღაცნაირად ქმნის სკოლაში პოლიციურ რეჟიმს. რატომ ფიქრობთ ასე? ასე ვფიქრობ, აი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, აი დღევანდელი ჯგუფი რაზედაც საუბრობთ თქვენ და აი ერთ-ერთმა ბრძანა რომ მასწავლებელს არ უყვარს მოსწავლე და ალბათ შესაბამისად მოსწავლესაც არ უყვარს მასწავლებელი. ესე იგი მანდატური იცავს მოსწავლეს, რაჭის მოსწავლეს დასაცავი, ან მასწავლებელს მანდატურის გასასამართლებელი.
ჩემი აზრით მე მგონი აჯობებდა სკოლაში უფრო მაღალ დონეზე ისწავლებოდეს ეთიკა, ფსიქოლოგია, ესთეტიკა და შესაბამისად მასწავლებელს და მოსწავლეს შეუყვარდეს ერთმანეთი. აი დაინერგოს ამ საგნების, ამ ფილოსოფიური საგნების ძირითადი საფუძვლები. სადაც ისწავლება ერთგულება, მეგობრობა, ერთმანეთის გაგება, სილამაზე მშვენიერება, სიყვარული, რა შუაშია მანდატურმა დაიცვას მოსწავლე ან მასწავლებელი. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოხადეთ თქვენი პოზიცია და გისმენთ საუბარს. ანუ ჯერ ქალბატონს უპასუხებ რომ მე მე რომელიც ვარ მე-10 კლასელი 10 წელი სკოლაში გავატარე, ამ ბოლო 2 წელში მერწმუნით რომ რაც არ უნდა მოხდეს თუ მე მასწავლებელი არ მიყვარს, ეს 2 წელიც არ შემოყვარებს, იმიტომ რომ მე სწავლა მაქვს და ცალკე სხვა საკითხები მაქვს და რაც შეეხება დაბა კლასებს, მე-5 კლასიდან არის კლასაათები, სადაც პედაგოგი და მგონი მანდატურით ზუსტად არის დანამდვილებით, ატარებენ საერთო გაკვეთილს, სადაც ხდება ყველა თემაზე ერთნაირი განხილვა და ერთმანეთი უყვარდებათ თუ ეს შესაძლებელია და ყვანეთ მოსახერხებელი. კარგი, და შენიშნის მიცემას რა შეეხება? შენიშნის მიცემას, ანუ მე გეტყვით პირადად ჩემს მოსაზრებას, რომ ჩემს თვალში იმასწავლის არანაირად არ ელახება ის თავმოყრება და ტიტული რო ეგრე რო ვთქვათ, რო უწოდოთ, როცა მანდატური მას შენიშვნას აძლევს. იმიტომ რომ ჩემი გადასახედიდან მანდატურის ინსტიტუტი არის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ჯერჯერობით სკოლას ამოწმებს, რომ შეამოწმებს სწავლა. რატომ უნდა ეს არის უბრალოდ ჩემი აზრით, ეს არის უფრო სხვა დამოკიდებულება. რომელიც ავიდეს მაშინ მიუღებელი იქნება. არა, ეს აუცილებლად სწავლა, იმიტომ რომ გათვალისწინებული არ არის ეს განსაკუთრებით. ანუ სკოლიდან გავა. სკოლის წავა, უბრალოდ წავა, სკოლას დატოვებს და საწავო სამსახურს ადიშოვის ეს უკვე მე ნამდვილად არ ვიცი. თავისი პროფესიით დაიწყებს შემდგომ მუშაობას, არა? ან თუნდაც ახლა ისია გადამზადებული რაღაცა სამუშაოს უეჭველი იპოვის პოლიციაში თუნდაც, ხო? და ანუ ჩემს თვალში მას არანაირად არაფერი არ ელახება, უბრალოდ ანუ მანდატური პოლიციასთან ასოცირდება თქვენთვისაც? არა, არანაირად. მანდატური არის ერთი ჩვეულებრივი დამხმარე, რომელიც ცდილობს, რომ დაგვეხმაროს ორივე მხარეს და ზოგი ამ დახმარებას შეურაცხყოფად აღიქვამს, ზოგი ბავშვის დამცველად და მასწავლებლის სამწუხარო არის, იცით, როდესაც ხარები წარმოიქმნება, აი უნებლიეთ სალომეს წამოსდა თუ ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მასწავლებელი და მოსწავლე განიხილება მხარეებად, როდესაც სინამდვილეში მასწავლებელი და მოსწავლე არის ერთი გუნდი, უნდა იყოს ერთი გუნდი, რომელიც ერთად მუშაობს. ანუ უკვე ამგვარი გაგებაა დღეს სკოლაში, რომ სხვადასხვა მე პირველად გავიგე ესეთი ანუ მასწავლებელს სამწუხაროდ როგორ ჩანს მაგითკენ. კარგი, თქვენი ბოლო შეფასება გითხარით, იგივე თქვათ იმაზე, რაც ალო აღნიშნა, რომ თქვათ მთავარი რომ სკოლაში აღარ ხდება დანაშაული, იმის გარეთ რა მოხდება თქვათ იგივე ქუჩაში. ეს უკვე აღარ არის მანდატურების საქმე და ეს უკვე სხვებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული და ჩართული ამ პროცესშიო. ჩემი აზრით მთლიანად ქართული საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ როგორ მომავალს ზრდიან ისინი და არა მხოლოდ ერთეული პირები, ან მანდატურების სახით, ან მხოლოდ პედაგოგების სახით, ნებისმიერი მშობელი ვალდებული უნდა იყოს ჩემი აზრით, რომ გაითვალისწინოს თავისი შვილის მდგომარეობა სკოლაში თუ როგორ იქცევა, ის ეზოში როგორ იქცევა, ვისთან მეგობრობს და ასე შემდეგ, რომ მან სწორი მონიტორინგი გაუწიოს მშობელმა და არა მანდატურმა. ყველგან რა და მოსწავლე ნამდვილად ჩემი აზრით ძვირფასმა ტელემაყურებელმა სწორად შენიშნა რომ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ეთიკისა და ფსიქოლოგიის გაკვეთილები, რადგანაც საკმაოდ ბევრი მოსწავლე განიცდის ფსიქოლოგიურ შიმშილს, ანუ რას ნიშნავს ეს? მას აქვს ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, რომლის გადაჭრა მას თავისთავად არ შეუძლია და ეს იწვევს აგრესიას სხვების მიმართ. და ამას მანდატური, ასე ვთქვათ, ვერ შეცვლის და ვერც ვერანაირი სამსახური. გასაგებია და ქალბატონო ნინო, თქვენ როგორც საერთაშორისო აუდიტი და ექსპერტი, როგორ შეაფასებთ თქვენ დღევანდელ დებატს თორნიკესა და სალომეს შორის და ამით ვასრულებთ? თორნიკეს და სალომეს შორის ძალიან საინტერესო დებატი შედგა სინამდვილეში. მათ ორივეს ჰქონდათ თავიანთი პოზიცია, ისინი ცდილობდნენ არგუმენტირებულად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოზიცია, გაემყარებინათ იმ კონკრეტული ფაქტებით, რომელიც მათთვის იყო ცნობილი. და ეს არ იყო ფორმალური დებატი, ანუ რეალურად ფიქრობენ ისინი. მე ვფიქრობ, რომ ესე იყო სალომეც და თორნიკეც ძალიან გულწრფელები იყვნენ. რადგან თორნიკეს გამომისმინა ისეთი არგუმენტირებული და ლოგიკური
დასაბუთება მისი აზრების, რომ ნამდვილად და დამაფიქრა და წინ ანუ ბევრი რაღაცა ვისწავლეთ, გავიაზრე, რასაც ადრე შეიძლება ისე კარგ ან თორნიკე დამეხმარა მე ბევრი რაღაცის გააზრებაში ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ბიჭია და სალომეს რაც შეეხება მე დამჭა ისეთი შთაბეჭდილება რომ სალომე ძალიან კარგ სკოლაში სწავლობს რომ სალომე სწავლობს ისეთ სკოლაში რომელიც იყო ძალიან ძლიერი ანუ აი ეს თანამშრომლობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ის ურთიერთობა კარგი ურთიერთობა რომელიც უნდა იყოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ამ სკოლაში ნამდვილად იყო და წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამ მექანიკურმა ასე თქვათ საშუალებებმა გაკონტროლების კონტროლის ვერ დააზიანა ძალიან ბევრი რაღაცა და ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ეს ზრუნვის მომენტი ამ სკოლაში იმთავითვე ძალიან ძლიერი იყო ეს ალბათ დირექციაზეც არის დამოკიდებული იმ პიროვნებებზეც და ამიტომ მინდა მიულოცო სალომეს რომ სალომე ნამდვილად წარმატებულ სკოლაში სწავლობს როგორც ჩანს რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და თუმცა რეალობას გააჩნია ვინ როგორ აღიქვამს ხომ საუბარი იყო იგივე პრესკაფეში ამბობდა თქვა სალომე რომ მანატურმა გააგდო მასწავლებელი სკოლა და მე არ ვიცი რომ სალომეს სკოლაში მოხდა თუ არა ეს ფაქტი მე მგონი ეს ფაქტი მოხდა სხვა სკოლაში და სხვათა შორისაც არ არის მარტო ერთი სამწუხაროდ ეს ძალიან ბევრი ფაქტია რომ მანდატურების ოქმების საფუძველზე პედაგოგებმა და არა მარტო პედაგოგებმა მოსწავლეებმა დატოვეს სკოლა და გასაგებია დიდი მადლობა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საუბრისო დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ მიხარით გადაცემა დიალოგის სტუმრები ძალიან დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე აბუსელიძე, ბათუმის მე-14 სკოლის მოსწავლე თორნიკე დუღაშვილი და საგანმანათლებლო ფორმალური დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი. თქვენ ნახეთ გადაცემა დიალოგის სპეციალური გამოშვება, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების ფარგლებში მომზადდა. ხვალ 23 საათზე თქვენ ნახავთ გადაცემას უპასუხეთ ხალხს, სადაც ვეცდებით გავიგოთ, რას აკეთებს აგრარულად გამოცხადებული მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. დაგვიმეგობრდით Facebook და Skype-ში ლათინური შრიფტით მისამართზე უპასუხეთ ხალხს, მოგწერეთ თქვენი შეკითხვები და მიიღეთ პასუხები. მადლობთ ყურადღებისათვის, გემშვიდობებით ხვალამდე. ქართულ-ამერიკული კომპანია Design City ბათუმი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინსა და შიდა მოპირკეთების თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებს. ქსოვილები, შპალერები, კარნიზები და აქსესუარები, კედლების ღებვა ექსკლუზიური და ბუნებრივი მასალებით, დეკორატიული და მხატვრული ღებვა ამერიკული საღებავებით, კაფელმეტლახი და სიახლე ნესტისგან დამცავი სპეციალური მასალა, კალმატრონი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ კედლებს იდეალური იერსახე. Design City ბათუმი, ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს. ბათუმი, გრიბოედოვის 2, ტელეფონი 27 70 19. რატომ ფარმადება? იმიტომ რომ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. თქვენ პროფესიონალები გემსახურებიან და აქ საუკეთესო ფასებია. ფარმადებაში ეს სიმართლეა. ფარმადეპოს აფთიაქი უკვე კონსტანტინე გამსახურდიას 49-ში. იჩქარე, ტექნობუმში ჯადოსნური ბუმი იწყება. შეიძინე საოჯახო ტექნიკა ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და მიიღე უამრავი საახალწლო საჩუქარი. ტექნობუმში სურვილები სრულდება. ჟპს ზობაბა გილოცავთ დამდეგ 2012 წელს და გთავაზობთ 10-დან 20%-მდე ფასდაკლებას. ზობაბაში დიდი სიახლეებია. თურქეთიდან კილიმის ბრენდის ახალი ავეჯი შემოვიდა. საბითუმო ფასად გთავაზობთ ქსოვილებს, დეკორატიულ ტყავსა და ღრუბელს.
ღებულობ შეკვეთებს ოფისების, სასტუმროების, დისკოთეკების, სასადილოებისა და საძინებლების ავეჯსა და აქსესუარებზე, კომპიუტერული ესკიზებითა და გაუმჯობესებული ხარისხით. ავეჯის შეძენა შეიძლება როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე განვადებით. პიჩქარით ფასდაკლება 10 იანვრამდეა. ზობაბაში საახალწლო სიურპრიზების გელით. მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 1, დავით აღმაშენებლის 30, ხელვაჩაური, მეჯინისწყალი. 5 წლის წინ ჩვენმა ოჯახმა პატარა ფერმა მოაშენა. ყავდა წვრთნახა საქონელი. რამდენიმე წელია ვეწევი ხის გადამუშავების ბიზნესს. ჩემი მცირე ბიზნესის შემოსავლით ვეხმარებდი ოჯახს. მალევე მივხვდი, რომ ბიზნესის გასაფართოებლად დამატებითი კაპიტალი დაგჭირდებოდა. ფინკას ეს ხის დახმარებით შევიძინე ყველა საჭირო დანადგარი. ახლა უკვე საკუთარი სამკერვალო მაღაზიაც მაქვს ქალაქის ცენტრში. ფინკასთან ერთად ცხოვრება ნამდვილად ადვილია. ავეჯის სალონი პაპილონი უკვე ბათუმშია და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ნაჭრისამეულებს, საძინებლებს, სასადილო გარნიტურისა და გარე ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს. პაპილონი, ავეჯი, რომელიც გილამაზებთ ცხოვრებას. საგორწინო, საბავშვო, სადღესასწაულო, კორპორაციული და გასართობიც კი. ეს ლიზიკოს ტორტებია. ნიგზით, შოკოლადით, ხილით, კონიაკით დანამული. ან მშრალი, ან თუნდაც არაჩვეულებრივი. ეს ლიზიკოს ნამცხრებია. ყავა ძალიან არომატული და სურნელოვანი. ნაყინზე ვერაფერს გეტყვით. ეს თავად უნდა დააგემოვნოთ და ერთიც ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ ნატურალურს. ამიტომაც ლიზიკო ყველაზე ტკბილი არჩევანია. თამაში დაიწყო. გამოიყენე შანსი, იმოქმედე სწრაფად. ამასობაში მოატყუა დარტყმა არის! ეს ტოტალიზატორი კრისტალ ბეტია. გააკეთე სწორი ანალიზი. ზუსტად ჩაიფიქრე სასურველი კომბინაცია. ამოქმედე შენი ინტუიცია და ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი კრისტალ ბეტი. კრისტალ ბეტ წერტილიქონი. ჩამოდით სონი. ავეჯის სახლის სავარძელი. სავარძელში ყველაფერი ნატურალური ხის გამზადდება. სავარძელი აწარმოებს მხოლოდ მაღალი ხარისხის ავეჯს. ხარისხი გარანტირებულია. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გემოვნებას. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ შესაძლებლობებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვადგენთ ფასს. სავარძელი გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. დაგვიკავშირდით სავარძელი.com. ბინების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების, ყიდვა-გაყიდვით, ქირავნობით ან გირავნობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ. ბათუმში შეიქმნა უძრავი ქონების თანამედროვე ტიპის სერვისი, რომელიც ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვებგვერდის მეშვეობით გაგიწევთ მომსახურებას. აკრიფეთ ინტერნეტში newsservice.g ან დაგვიკავშირდით 593 555 777. ლამინატისა და MDF-ის თანამედროვე ავეჯი ვერბოსაგან, სადა და ინდივიდუალური გემოვნებით შერჩეული დიზაინი ბინის ინტერიერისათვის. სამზარეულოები, საძინებლები, მაგიდები, ჰოლის, მისაღები ოთახებისა და კაბინეტის ავეჯი. ისარგებლეთ სწრაფი და მოხერხებული სერვისით. მისამართი: ჭავჭავაძის 99 ტელეფონი 70952 879 21 87.
გამოდის ის რაუბარი და შეხედე ამას იქინი აქან ეს საუბარი და ლიებით არ მოგწოს ლაპარაკობს და ძალიან ბევრი დიდი ქართველი ლაპარაკობს და ლიებით გასწორე რა და რითი არის ლიებით მოლაპარაკე ქართველი ლიებით მოლაპარაკე ქართველი უკეთესი სტატისტიკურად გასწორე შენი ტელევიზორი სიმართლეზე მედია კავშირი ობიექტივი ჟურნალისტმა ღიად ჩაწეროს რესპონდენტი ამ უკანასკნელის თანხმობით. მოიპოვეს საჭირო ინფორმაცია მხოლოდ ღირსეული მეთოდებით. მედია კავშირი ობიექტივი. უცნობის წინააღმდეგ. უზნეობის წინააღმდეგ. დათრობის წინააღმდეგ. სიმნელის წინააღმდეგ. უღმერთობის წინააღმდეგ. არაკაცობის წინააღმდეგ. გართმევობის წინააღმდეგ. უიმედობის წინააღმდეგ. ნულოვანი ტოლერანტობის წინააღმდეგ. ჩაგვრის წინააღმდეგ. გავერთიანდეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში. შუაგზაში რომ ისვენებთ ხოლმე მაგალითად ბათუმისკენ მიმავალი გააჩერებ დატენით ამ ისადგილებს. თან სულ 20 წუთი უნდა მთლიანად დატანო. გასწორე რა. ესე იგი რეალურად ამ მანქანით საქართველოს აი თბილისს და ბათუმში ერთი დადებოთ მაგრამ თელი დღეს ქალაქ როიო ამიტომ დაუყენოთ თავის მოჩილი. გასწორე შენი ტელევიზორი სიმართლეზე მედია კავშირი ობიექტივი ყოველ ღამე მედია კავშირი ობიექტივი წარმოგიდგენთ ღამის სტუდიას. ყველასათვის ნაცნობი სახეები, აქტუალური და საინტერესო თემები. ობიექტივი, შენი მედია კავშირი. და ასევე აჭარაში და ვისაც თანამგზავრული